მაშ, რა არის Arduino? ამ კითხვაზე რომ უპასუხოთ, მოდით ჯერ გავიგოთ, რატომ გაჩნდა საერთოდ მისი შექმნის საჭიროება. ამისთვის კიცით, ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. კაცობრიობის ისტორია, თუ დაუკვირდებით, დიდწილად სამუშაოს გამარტივების ისტორიაა. თავიდან ვქმნიდით ისეთ მექანიზმებს, რომლებიც უბრალოდ მძიმე ფიზიკურ შრომაში გვეხმარებოდა. აი, აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც ადამიანს ფიზიკურად ან ძალიან უჭირდა, ან საერთოდ არ შეეძლო. მაგრამ ტექნოლოგიურმა პროგრესმა სულ ახალი კითხვა დაგვისვა. შეგვიძლია თუ არა მანქანებს დავაკისროთ, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ რუტინული, გონებრივი ამოცანებით. ხო და სწორედ ამ პროცესს ჰქვია ავტომატიზაცია. და ის, რაც თავიდან მხოლოდ უზარმაზარ ქარხნებში ხდებოდა, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამის ყველაზე მაგარი მაგალითი ალბათ ჭკუიანი სახლია, ხო? ავტომატური განათება, კლიმატ-კონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს ტემპერატურას, უსაფრთხოების სისტემები. ეს ყველაფერი სწორედ ავტომატიზაცია, რომელიც ჩვენს სახლებში შემოვიდა. მოდით, აბა ერთი წამით დავფიქრდეთ. რა გაქვთ სახლში ისეთი, რაც თითქმის დამოუკიდებლად, თქვენი მინიმალური ჩარევით მუშაობს? სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, იქნებ ყავის აპარატი, რომელიც დირით თავისით გიმზადებთ ყავას? და აი აქ მივდივართ მთავარ იდეამდე. რატომ უნდა აკეთოს ადამიანმა ისეთი მოსაწყენი, რუტინული საქმე, რომლის შესრულება რობოტსაც მშვენივრად შეუძლია? ავტომატიზაცია უბრალოდ დროს და ენერგიას გვათავისუფლებს, რომ ჩვენი გონება უფრო საინტერესო, უფრო კრეატიულ ამოცანებზე მივმართოთ. კარგით, გასაგებია, მაგრამ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? ყველა ამ ჭკვიან მოწყობილობას, რა თქმა უნდა, ჭირდება რაღაც მართველი ცენტრი, ერთგვარი ტვინი, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს. ნებისმიერი ავტომატური სისტემის გული და ტვინი არის კონტროლერი. ეს არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც იღებს ინფორმაციას, ამუშავებს მას და შემდეგ ამის მიხედვით გასცემს ბრძანებებს. მოკლედ, აკონტროლებს მთელ პროცესს. აი ეს სქემა ძალიან კარგად გვიჩვენებს ამ პროცესს. წარმოიდგინეთ, კონტროლერი იღებს ინფორმაციას სენსორებისგან, ვთქვათ ტემპერატურის სენსორისგან. ეს მისი გრძნობის ორგანოებია. ის ამუშავებს ამ ინფორმაციას და გასცემს ბრძანებას სხვა მოწყობილობაზე, ანუ აქტივატორზე. ეს კი მისი კუნთებია. მაგალითად, ეუბნება ვენტილატორს, რომ ჩაირთოს, როცა დაცხება. და როდესაც ეს მთელი მმართველი სისტემა ერთ ფაწაწინა ჩიპზე ამოთავსებული, მას უკვე მიკროკონტროლერს უწოდებთ. ეს არის ფაქტობრივად თანამედროვე ელექტრონიკის საფუძველი, პაწაწინა ტვინი, რომელიც უამრავ მოწყობილობაში იმალება ჩვენ გარშემო. და აი, აქ შემოდის სცენაზე ჩვენი მთავარი გმირი. იცით, არსებობს უამრავი სხვადასხვა მიკროკონტროლერი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რევოლუციური არის Arduino. და მისი ისტორია საკმაოდ მოულოდნელ ადგილას იწყება. ყველაფერი 2005 წელს იტალიის ქალაქ ივრეაში დაიწყო. ადგილობრივი დიზაინის ინსტიტუტის გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა ძალიან მარტივი და იაფი მიკროკონტროლერი სტუდენტებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც ელექტრონიკაში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა. და აი სახალისო ფაქტი. პროექტს სახელი იმ ბარის საპატივცემულოდ დაერქვა, სადაც შემქმნელები ხშირად იკრიბებოდნენ და მუშაობდნენ. თავად ბარს კი სახელი იტალიის მეფის, Arduinos პატივსაცემად ერქვა, რომელიც მე-11 საუკუნეში მეფობდა. შეხედეთ, აი ეს არის პირველი Arduinos პროტოტიპი. ხომ ხედავთ? ის სულაც არ გავს რაღაც რთულ პროფესიონალურ მოწყობილობას. და ეს იყო მთავარი იდეაც. შექმნილი იყო რაღაც ძალიან მარტივი და ხალმისაწვდომი, არა ექსპერტებისთვის, არამედ სტუდენტებისა და უბრალოდ ენთუზიასტებისთვის. და სწორედ ამ სიმარტივემ განაპირობა მისი გლობალური წარმატება. ამ სიმარტივის წყალობით Arduino გადაიქცა ინსტრუმენტად, რომელიც ფაქტობრივად ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციოს. მაშ, რისი ტვინი შეიძლება იყოს Arduino? პრაქტიკულად ყველაფრის, რობოტების, დრონების, 3D პრინტერების, ის შეიძლება იყოს თქვენი ჭკვიანი სახლის გული, ამინდის სადგურის მართველი, ან თუნდაც რაღაც მაგარი ინტერაქციული ხელოვნების ინსტალაციის ნაწილი. რობოტექნიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სფეროა. მარტივი მანიპულატორებიდან დაწყებული, აი ასეთი კომპლექსური, მრავალფეხა რობოტებით დამთავრებული, ძალიან ბევრი მათგანი სკული და ტვინი სწორედ Arduinoა. მაგრამ Arduino შეუძლია მართოს არა მხოლოდ რობოტები, რომლებიც მოძრაობენ, არამედ მანქანებიც, რომლებიც თავად ქმნიან. მაგალითად, CNC დანადგარები, რომლებსაც შეუძლია დაახატონ, ამოჭრან ან გრავირება გააკეთონ. და სწორედ Arduino ეუბნება მათ, სად და როგორი მოძრაონ. ასე რომ, Arduino არის მარტივი, იაფი და ამავდროულად ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი, პატარა ტვინი, რომელიც თქვენს იდეებს ელოდება. და მთავარი კითხვაც ალბათ ეს არის. ახლა, როცა უკვე იცით რა არის ეს ტვინი, რის შექმნას ისურვებდით?